თავი მე-15 შეუპოვარი ლოცვა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც თხოვთ მამას ჩემის სახელით, მოგცემთ თქვენ. იოანეს სახარება 16:23 მუხლი. შეუპოვრობის შესახებ ჩვენი მსჯელობა სრულყოფილი ვერ იქნება, თუ ღმერთთან პირადი ურთიერთობის საკითხს არ შევეხებით. როგორ უნდა მივიდეთ უფლის წინაშე და როგორ უნდა ვილოცოთ? მორიდებულად თუ მორცხვად? თუ აკანკალებული ხმით? მხოლოდ რაღაც დიდი საქმეები უნდა ვთხოვოთ და თუ პასუხს ვერ მივიღებთ, გული არ უნდა გავიტეხოთ? რამდენი პროცენტიანი მოლოდინი უნდა გქონდეს იმისა, რომ უფალი ჩვენს ლოცვებს უპასუხებს? ვიცი, ეს საკითხები შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ 20 წელზე მეტ ხანს მოგზაურობისა და სხვადასხვა ლიდერებთან და მორწმუნეებთან ერთად ლოცვის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ზემოთ დასმული კითხვების საფუძველს არ არის მოკლებული. უამრავი მდარე, ძალის არ მქონე ლოცვა მომისმენია, რომელშიც არანაირი ძალა არ იყო. ბევრ ლოცვის მსახურებაზე ვყოფილ ვარ, სადაც ადამიანები აქეთ-იქით იყურებოდნენ, ბიბლიას კითხულობდნენ, ან საგალობელს უსმენდნენ. არადა წესით უნდა ელოცათ. ზოგჯერ ვფიქრობ, ალბათ ასეთ ქრისტიანებს გონიათ, რომ ღმერთი იმის გამო შეისმენს მათ ლოცვას, რომ უბრალოდ ლოცვით მსახურებას ესწრებიან. იმ დროს, როცა თავად დიდი ხანია შეწყვიტეს შეუპოვარი რწმენით ლოცვა და ყველაფერზე ღმერთზე დაიმედება. ბევრჯერ გული მტკენია, როდესაც მომისმენია თუ როგორი ზერელე და ზოგადი ლოცვებით ლოცულობენ ლიდერები. მათი შემხედვარე ვფიქრობდი, ესენი ასეთი დამოკიდებულებით, რომ ესწრაფოდნენ სამთავრობო შეხვედრებს, მთავრობის ხელმძღვანელები ალბათ ეტყოდნენ, რისთვის მოხვედით? დროს ტყუილად რატომ მახარჯვინებთ? თითქოს ასეთი ქრისტიანები სიტყვებს არჩევენ, რათა თავის სულიერებად მოაჩვენონ ხალხს და არ სურთ მათ იმედი დაუკარგონ. ძალიან გულდასაწყვეტი ფაქტია, რადგან ეს დამოკიდებულება გვიჩვენებს, თუ რამდენად არარეალურია დღეს სულიერი სამყარო ბევრი ქრისტიანისთვის. იყავი გაბედული და გულმოდგინე. ღმერთი მთელი გულით მოგვიწოდებს, გაბედულად მივიახლოთ ღმერთის ტახტს. ებრაელთა 4:16. გაბედულება ნიშნავს იყო მხნე, შემტევი, ძლიერი და ურყევი. გაბედულის ანტონიმებია გაუბედავი, მორიდებული, მერყევი. აბა დაფიქრდი. ღმერთი მოგიწოდებს, რომ მის წინაშე გაბედულებით, ძალით და სიმტკიცით წარსდგე, რათა ჩვენ საჭიროებებს უპასუხოს. ეს მისი სურვილია. მოციქული იაკობი გვეუბნება, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას. იაკობის 5:16. გულმოდგინე ნიშნავს დიდი ენთუზიაზმის, მგზნებარე სულის და გრძნობების მქონეს. ლექსიკონში აღმოვაჩინე, რომ ამ სიტყვის სინონიმებია მოშურნეობა და გულანთებულობა. იაკობს იმის თქმა უნდა, რომ ეფექტური ლოცვა წარმოადგენს გულმოდგინე ლოცვას, ხოლო არაეფექტური ლოცვა ესაა გრძნობებისა და მოშურნეობის გარეშე აღვენილი ლოცვა. როდესაც გესმის სიტყვა გულმოდგინე, აიგივებ კი სიტყვასთან შეუპოვარი? ეს სწორად ასე უნდა იყოს. იაკობი ხაზს უსვამს ამ ჭეშმარიტებას და ამის დასამტკიცებლად წინასწარმეტყველ ელიას მაგალითს იყენებს. ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა ქვეყნა წვიმა 3 წელსა და 6 თვეს. და კვლავ ილოცა და ცამ მისცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი. იაკობის 5:17-18. ელია მთელი გულით შეუპოვრად ილოცა და სასწაული შედეგი მიიღო. მთელი გულით ლოცვა გულმოდგინე ლოცვის სინონიმია. ის განიმარტება როგორც სერიოზული განზრახვის მქონე, მიზანმიმართული, გულწრფელად მოშურნე. გესმით, რას ამბობს ღმერთის სიტყვა ეფექტურ ლოცვაზე? ეს სავსებით ნათელია. როდესაც ღვთის წინაშე მივდივარ სხვადასხვა საჭიროებებით, მას სურს, რომ ეს ლოცვა იყოს გრძნობებით, გულმოდგინებით და ძალით ახსილი. ელიამ ჯერ წვიმის შეწყვეტის თხოვნით ილოცა, შემდეგ კი წვიმისთვის. ბიბლია გვეუბნება, რომ ელია ავიდა ქარმელის მწვერვალზე, მიწაზე გაწვა და პირსახე მუხლებში ჩამალა. მესამე მეფეთა 18:42. New Living Translation-ის ინგლისურ თარგმანში ვკითხულობთ, დაეცა მიწაზე და ლოცულობდა. შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ მგზნებარედ ლოცულობდა იგი ღვთის წინაშე. იგი დგება მუხლებზე, იხრება წინ და მუხლებში თავჩარგული შესძახის ღმერთს. ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა დამელაპარაკე. მითხარი, რომ ქსურს წვიმა დააბრუნო? ამისთვის მოგიხმობ მოავლინო ღრუბლები დააწვიმო, რათა მიწამ ნაყოფი მოიტანოს. გთხოვ, არ დააყოვნო.
აწვიმე, რათა შენმა ხალხმა კვლავ გაიხაროს შენი სიკეთით. ეს არის შეუპოვრობით, მოშურნეობით და მთელი გრძნობებით აღვლენილი სათხოვარი. ამის შემდეგ ელია თავის მოწაფეს ავალებს: წადი, ზღვისკენ გაიხედე. მესამე მეფეთა 18:43. წლების შემდგომ, რაც იერუსალიმში რეგულარულად დაიწყო წვიმის მოსვლა, ხალხი ხმელთაშუა ზღვიდან დასავლეთისკენ დაიძრა. ელიამ თავის მსახურს უთხრა ზღვისკენ გაეხედა, რათა ენახა ღრუბელი თუ მოჩანდა. იგი თავისი რწმენის მიხედვით მოქმედებდა. როცა ნამდვილად გვჯერა, ჩვენ ზუსტად ასე მოვიქცევით. ელიას მსახური ბრუნდება და მოაქვს ამბავი. არაფერი ჩანს. ბევრი ჩვენთაგანი აქვე დაუსვამდა წერტილს და იტყოდა: ხომ ასეა, ასეც ვიცოდი. ალბათ ღმერთი ისევ აპირებს ისრაელიანების დასჯას თავიანთი არასწორი საქციელის გამო. სანამ ახაბი მეფედ გვეყოლება, წვიმას ვერ ვიხილავთ. ჩვენ არ შევეცდებოდით რწმენაში მტკიცედ დგომას. პირიქით, ლოცვას შევწყვეტით. შედეგად კი ღვთისნება არ აღსრულდებოდა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ელია ასე არ მოქცეულა. ელიამ იცის ღმერთის ნება და რომ ის თავის სიტყვას არ შეცვლის. ის კვლავ ლოცულობს ღვთის წინაშე და ღმერთს რწმენით და მხურვალე გულით მადლობას სწირავს. იგი მეორედაც აგზავნის თავის მსახურს ქარმელის მთაზე. ლოცვა და რწმენა, რომელსაც შესაბამისი მოქმედება არ ახლავს, მორიგი რელიგიური რიტუალი და დროის ფუჭი ხარჯვაა. ლოცვაში გულმოდგინება ნიშნავს გულის, გონების, სამშვენივრისა და სხეულის მომართვას იმის მისაღებად, რასაც უფალს ვთხოვთ და შესაბამისად შენი მხრიდან სათანადო მოქმედებასაც. გამომდინარე იქიდან, რომ მტკიცედ გჯერა, რომ ღმერთის ნების შესაბამისად მოქმედებ, უარს ამბობ, პასუხად მიიღო არა. შენ იცი, რომ მდგომარეობის და სიტუაციების ცვლილება შესაძლებელია და შეიცვლება კიდეც. მაგრამ ელიას მსახური იგივე პასუხით მოდის: არაფერი ჩანს. ბევრი ჩვენთაგანი პირველ ჯერზე თუ არ დაყრიდა ფარხმალს, მეორე პასუხის მოსმენისას აუცილებლად დანებდებოდა. ჩვენ ძალიან კარგი თეოლოგიური მიზეზი და ახსნა განმარტება გვაქვს ხოლმე იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ პასუხობს ღმერთი ჩვენ კონკრეტულ სათხოვარს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში. მაგრამ ელიას არ გააჩნია ეს მიზეზი და ახსნა. ის განაგრძობს ლოცვას და მსახურს მესამეჯერ აგზავნის ამბის გასაგებად. პასუხი იგივეა. ასე აკეთებს მეოთხედ, მეხუთედ, მეექვსედ და მეშვიდედ. რა დამჯერი მსახურია? ერთ დღეში 7-ჯერ გაგზავნეს ქარმელის მთაზე და 7-ჯერვე წავიდა. მარტო ელია კი არ იყო გულმოდგინე, არამედ მისი მსახურიც. მეშვიდედ მსახურმა ამბავი მოიტანა, ღრუბელი მოჩანს. კაცის მუჭისოდენა ზღვიდან ამოდის. მუჭისოდენა ღრუბელი ვერ მოიყვანს ისეთ წვიმას, როგორი წვიმისთვისაც ელია ლოცულობდა. მაგრამ ეს საკმარისია იმისთვის, რომ ელია მოქმედებაზე გადავიდეს. მან იცის, რომ მისი ლოცვა შესმენელია. თქვა ელიამ: წადი და უთხარი ახაბს. შეკაზმე და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს. ამასობაში ცა მოიქუფრა, ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა ხშირი წვიმა. მესამე მეფეთა 18:44-45 მუხლები. ელიამ 7-ჯერ ილოცა და 7-ჯერ გაგზავნა თავისი მსახური. ელია შეუპოვარია ლოცვაში, მოწადინებულია პასუხის მისაღებად. სწორედ ასეთ ლოცვაზე საუბრობს იაკობი. პატარა ღრუბელი. ელიას პატარა ღრუბელი იმაზე მიგვითითებს, რომ პასუხს მივიღებთ, თუ შეუპოვარი რწმენით ვილოცებთ. სულიწმინდა ემოწმება ჩვენს სულს. იხილეთ რომაელთა 8:16. ეს არის ჩვენი პატარა ღრუბელი. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს სიტყვა, ზოგჯერ სიხარულის გამოვლინება, ზოგჯერ კი გულში მოწმობა იმისა, რომ რასაც ვითხოვთ, მივიღებთ. როდესაც პატარა ღრუბლის გამოჩენას შევამჩნევთ, შესაბამისად უნდა მოვიქცეთ, ისე როგორც ელია მოიქცა. მახსოვს, როდესაც ლიზა ჩვენს მეოთხე შვილზე იყო ფეხმძიმედ, ბავშვის გაჩენის სავარაუდო დროს 5 დღე გადააცილა. თუმცა ეს ახალი ამბავი არ იყო, რადგან უფროსი შვილების გაჩენის დროსაც ასე მოხდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ლიზა გრძნობდა, რომ დაგვიანების მიზეზი რაღაცა პრობლემა იყო. ბავშვმა მუცელში მოძრაობა დაიწყო. ლიზამ ექიმს დაურეკა და თავისი შეშფოთების მიზეზი აუხსნა. მან კი უთხრა: ხვალ მოდით სამშობიაროში და დავაჩქარებ მშობიარობას. მეორე დილას, როდესაც ექიმმა ლიზა გასინჯა, გვითხრა,
რომ მშობიარობის პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაწყებულიყო. გვითხრა, რომ წავსულიყავი და ფეხით გაგვევლო. რათა ფიზიკურ დატვირთვას ჭინთვები გამოეწვია. შუადღისკენ ლიზა დაიღალა და სამშობიარო პალატაში დავბრუნდით დასასვენებლად. მან მითხრა, ჯონ, გარეთ გადი და ილოცე. თუ მალე არ დამეწყება მშობიარობა, ექიმები იძულებულნი გახდებიან სხვა ზომებს მიმართონ და მე ეს არ მინდა. ეს შესაძლოა ყოფილიყო პიტოცინის მიღება, რაც ხელხემალში ანესთეზიის გაკეთებას გულისხმობდა. ასეთი რამ ჩვენი პირველი შვილის დაბადებისას დასჭირდა ლიზას და შემდეგ დიდი ხნის მანძილზე წელი აწუხებდა. არსებობდა კიდევ ერთი ფაქტორი, ეს ძვირად ღირებული პროცედურა გახლდათ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მსახურება ჯერ ისევ საწყის ეტაპზე იმყოფებოდა, სამედიცინო დაზღვევა არ გაგვაჩნდა. მცირე შემოსავლიან ოჯახს წარმოვადგენდით. გამოვედი სამშობიაროდან და იქვე ახლოს ვიპოვე ადგილი, სადაც ლოცვას მოვახერხებდი. გულანთებული ვლოცულობდი, 45 წუთის შემდეგ ლიზას ოთახში დავბრუნდი, სადაც იგი იგივე მდგომარეობაში დამხვდა. 1 საათი ლიზასთან დავყავი და შემდეგ ისევ სალოცავად წავედი. ღმერთის მიმართ ჩემი თხოვნა უფრო გაძლიერდა. სიტუაცია ამჯერადაც უცვლელი იყო. კიდევ 1 საათი გავჩერდი ლიზასთან. ლიზა ნერვიულობდა, რაც ბევრი მიზეზით იყო გამოწვეული. მაგრამ მთავარი დარდი მაინც ბავშვის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა. ლიზა მეხვეწებოდა, ჯონ, გთხოვ, წადი და გააგრძელე ლოცვა. ძალიან ვნერვიულობ. მესამე წავედი ჩემს სამლოცველო ადგილას. ამჯერად უფრო მეტი მონდომებით ვლოცულობდი. ჩემი ლოცვა უფრო ძლიერი და ხმამაღალი იყო. მთელი ძალით ვცდილობდი უფლისთვის ხმა მიმეწვდინა. ლიზას სახეზე ძალიან დიდი შიში იყო აღბეჭდილი და მე მსურდა მენუგეშებინა იგი. ინგლისურად ვლოცულობდი და ღმერთს ჩემთვის მოცემულ აღთქმებს ვახსენებდი. შემდეგ კი სულით გავაგრძელე გულმოდგინე ლოცვა. რამდენიმე წუთის შემდეგ გულში გარკვევით გავეგონე, შენი შვილი დღეს დაიბადება და ხვალ ამ დროს დედაც და შვილიც სახლში ჯამრთელები დაბრუნდებიან. სულიწმინდამ დამიმოწმა, რომ ჩემი ლოცვა შესმენილი იყო. მან მუჭისოდენა პატარა ღრუბელი მომცა. მე მზად ვიყავი მოქმედებაზე გადავსულიყავი. 5 საათისთვის ლიზასთან დავბრუნდი და უთხარი. არდენი დღეს დაიბადება და ორივენი ხვალ ამ დროს სახლში ჯამრთელები დაბრუნდებით. ლიზას ნუგეში მიეცა. მაგრამ რადგან გარკვეული ხნის მანძილზე კვლავ არაფერი იცვლებოდა, ღმერთის დანაპირები შეუძლებლად ჩანდა. ლიზას სამშობიარო ჭინთვები არ ეწყებოდა, მაშ ასე, მალე როგორ დაიბადებოდა ბავშვი? მაგრამ მე უკვე დანახული მქონა პატარა ღრუბელი. საღამოც გავიდა და მეტპერსონალი უკვე ალტერნატიულ გზებზე მსჯელობდა. ლიზამ კიდევ რამდენჯერმე მთხოვა, ჯონ, იქნებ წასულიყავი და გელოცა. არ არის საჭირო. ბავშვი შუა ღამემდე დაიბადება, ვუთხარი მე. რაც დრო გადიოდა, მეტად მძაფრდებოდა ფიქრები და მიბიძგებდა ფარხმალი დამეყარა და ეჭვი შემეტანა ღმერთის სიტყვაში, რომელიც გარკვევით მოვისმინე გულში. თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ღმერთმა ისმინა ჩემი თხოვნა. კვლავ მტკიცედ დგომას ვცდილობდი. ბოლოს 11 საათისთვის ლიზას სამშობიარო ჭინთვები დაეწყო. არდენი 11 საათზე და 51 წუთზე დაიბადა. მას ჭიპლარი ძალიან მჭიდრო ქონა კისერზე მოხვეული. მახსენდება, რა საშინელი შესახედავი იყო მისი თავი, რომელიც ტანისგან განსხვავებით სრულიად სხვა ფერისა იყო. დახჭობას ცოტა გაუკლდა. ექიმმა სწრაფად გადაჭრა ჭიპლარი და არდენი სხვა ოთახში უფრო დეტალური გამოკვლევებისათვის გადაიყვანეს. მეორე დღეს სამშობიარო 3 საათსა და 30 წუთზე დავტოვეთ. ლიზა და არდენი 4 საათსა და 30 წუთზე უკვე სახლში იყვნენ. ის რაც ღმერთმა მითხრა, ზუსტად შესრულდა. ითხოვე და განაგრძე თხოვნა. ბევრმა ჩვენთაგანმა იცის ქრისტეს სიტყვები. ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვეთ, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ლუკას სახარება 11:9 მუხლი. ეს მუხლი მეფე იაკობის ბიბლიის ახალი ვერსიიდან არის აღებული. ახლა კი მოდი ვნახოთ, რა წერია ამ მუხლში სხვა ბიბლიის თარგმანში. Amplified Bible. ამიტომ გეუბნებით თქვენ, ითხოვეთ და განაგრძეთ თხოვნა და მოგეცემათ. ეძებეთ და განაგრძეთ ძებნა და იპოვით. დააკაკუნეთ და განაგრძეთ კაკუნი და გაგეღებათ. რამეთუ ყველა ვინც ითხოვს და განაგრძობს თოვნას იღებს. და ვინც ეძებს და განაგრძობს ძებნას პოულობს. და ვინც აკაკუნებს და აგრძელებს კაკუნს, მას გაეღება კარი. როგორც ხედავ,
იესო მოგვიწოდებს შეუპოვრად ვითხოვოთ, ვეძებოთ და ვაკაკუნოთ. რატომ? რა ღმერთს ცუდად ესმის? რა თქმა უნდა არა. აქ საკითხი ეხება იმას, თუ რამდენად ნამდვილად გვწამს. მინახავს ხალხი, რომელიც მომართული იყო მისაღებად და მინახავს ისეთებიც, რომლებიც ისწრაფოდნენ მისაღებად. სათხოვრის შემდეგ ხელსარიელი დარჩენა ალტერნატივად არ განიხილებაა. მეორეს მხრივ ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ისწრაფის მიიღოს, უფრო ადვილად ნებდება. თუ ნამდვილად გვწამს, მაშინ ჩვენ სათხოვარს ვაგრძელებთ. და რაც მეტად გრძელდება მიღების დრო, მით მეტად ძლიერდება ჩვენი ლოცვა. დაუკვირდეთ გაკვეთილს, რომელსაც თვითონ უფალი გვასწავლის. და უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ. თქვა, ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული. ღვთის არ ეშინოდა და ხალხის არ ცხვენოდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა, დამიცავი ჩემი მოქიშპისგან. დიდხანს უარობდა, მერე თავისთვის თქვა, მართალია ღმერთის არ მეშინია და ხალხის არ მრცხვენია, მაგრამ რა კი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს. და თქვა უფალმა, გესმით რას ამბობს უსამართლო მსაჯული? განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელიც დღე და ღამ შეღაღადებენ მას და არ იქნება სურგძელი მათ დამი? თქვენ გეუბნებით, მალე დაიცავს მათ. მაგრამ როცა კაცის ძე მოვა, ნეტა პოვებს ამ ქვეყნად რწმენას? ლუკას სახარება 18 თავის 1-8 მუხლები. დაუკვირდით იესოს სიტყვებს და არ მობეზრდეთ. ეს მხოლოდ კარგი აზრი როდია, ეს ღმერთის ნებაა, რომ არასოდეს დანებდეთ. მოცემულ იგავში ეს ქალი ისე შეუპოვრად ითხოვს, რომ უსამართლო მოსამართლეც კი ამოქმედდა. მარტივად რომ ვთქვათ, მსაჯული სიგიჟემდე მივიდა ამ ქალის დაჟინებულობის გამო და მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა მისი დახმარება, რომ თავიდან მოეშორებინა იგი. მე მაკვირვებს ის, რომ იესომ ეს მაგალითი იმისთვის მოიყვანა, რომ ჩვენ ვისწავლოთ, როგორ ვთხოვოთ ღმერთს. შემდეგ მაცხოვარი იმ მორწმუნეების შესახებ ამბობს, რომელიც დღე და ღამ მას შეღაღადებენ. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ? ღმერთი უსამართლო არ არის. მას კარგი უნდა ჩვენთვის. ამიტომ, როდესაც ჩვენ მომართულნი ვართ მისაღებად, უფალი მალევე პასუხობს ჩვენს ლოცვებს, როგორც ეს ამ ქალის შემთხვევაში აღმოჩნდა. აქ საჭიროა ცოტა მეტი განმარტება გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიგავის არასწორად გაგების შემდეგ ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა დღე და ღამე ერთი და იგივე საკითხზე ლოცვა დაიწყოს. სინამდვილეში იესო ამის წინააღმდეგ გვაფრთხილებს. ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს, ნუ გაიმეორებთ ერთი და იგივე სიტყვებს, წარმართებივით, ვინაიდან მათ გონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. მათეს 6:7. აქ მთავარი საკითხი გაუაზრებელი სიტყვებისგან შემდგარი ლოცვების გამეორების სიხშირეში კი არ მდგომარეობს, არამედ ღვთის წინაშე ჩვენი თხოვნის შეუპოვრად, გულმოდგინედ და რწმენით მიტანაში. მის წინაშე გაბედულება გვაქვს ლოცვაში, როდესაც ვიცით, რომ მისი ნებისამებრ ვითხოვთ და ამის შედეგად მივიღებთ, რაც ვითხოვეთ. ელია არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებდა უარყოფით პასუხს. ის მომართული იყო თავისი ლოცვის მეშვეობით, ცვლილება მოეხდინა. მან მანამდე ილოცა, სანამ პასუხი არ მიიღო. მოშურნეთ ძებნა და კაკუნი. იესო იმას კი არ ამბობს, რომ მხოლოდ თხოვნა გავაძლიეროთ, არამედ ძებნაც და კაკუნიც. გულმოდგინე ლოცვა მხოლოდ ჩაკეტილ ოთახებში ლაპარაკს არ გულისხმობს. ის მოიცავს ბეჯით ძიებას და კაკუნს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ იმის მიხედვით ვცხოვრობთ, რასაც ვითხოვთ. ეს კი უმთავრესი ფაქტორია შედეგის მისაღებად. ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო საკუთარი ცხოვრებიდან. რამდენიმეს გაგიზიარებთ. მე და ლიზას საშუალება მოგვეცა კონფერენციის დაწყებამდე 2 დღე ჰავაის კუნძულებზე, კერძოდ კი მაუიზე გაგვეტარებინა. ეს დრო ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან კარგა ხანია ერთად არსად აღარ ყოფილვარ დასასვენებლად წასულნი და თან ლიზას მამაც ახალი გარდაცვლილი ყავდა. მე სპეციალურად დავგეგმე ეს დრო ჩვენთვის. გამგზავრების დღე ახლოვდებოდა. ამიდის პროგნოზი კი უცვლელი იყო.
გადაუღებელი თავსხმა წვიმები. ცუდი ამინდი. რა თქმა უნდა, ხელს შეგვიშლი და ჩვენი გეგმების განხორციელებაში, ამიტომ გულით ვილოცე, რომ არ ეწვიმა. ამინს უბრძანე შეცვლილი იყო და ზეციურ ანგელოზებს თხოვე, ჩემი ლოცვა სისრულეში მოეყვანათ. იწვიმებს, გაიძახოდა ლიზა. მე კი ვპასუხობდი, კარგი ამინდი გამოვა, ყველაფერი მშვენივრად იქნება. ჰავაიზე საღამოთი ჩავედით. მოღრუბლული, უღიმღამო ამინდი დაგხვდა. სასტუმროში ტელევიზორი ჩავრთე. მინდა და მცოდნოდა, რას იუწყებოდნენ სინოპტიკოსები. აღმოჩნდა, რომ უამინდობა იყო არა მხოლოდ ჰავაის კუნძულებზე, არამედ წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლის დიდ ნაწილზეც. დილას სასტუმროს ნომრის ფარდები გავწიე, რომ მოკუფრული ცა და თავსხმა წვიმა დამენახა. შავ ღრუბლებში სინათლის მცირე ნარღვევიც კი არ მოჩანდა. გამოცხადებული ამინდის პროგნოზი მართლდებოდა, მაგრამ მე მაინც ჩემი ლოცვის იმედი მქონდა. უფალს შევძახე. მადლობა მამალ, ამ შვენიერი მზიანი დღისთვის. მინდა, რომ ჩემი ცოლი საცურაო კოსტუმში დავინახო მზის ქვეშ მწოლიარე და დასვენებული. ლიზას ეცინებოდა ჩემს უგუნურს აქციელზე. მეც ავყევი მას, მაგრამ სინამდვილეში სერიოზულად უყურებდი არსებულ მდგომარეობას. დანებებას არ ვაპირებდი. წავედით სასაუზმოდ. ამინდის გამო რესტორნის თანამშრომლებს გარეთ ეზოში მდგარი მაგიდების ნახევარი სასტუმროს ფოიეში შემოეტანათ. როდესაც საჭმელი მოგვიტანეს, მოღრუბლულ ცას ავხედე და მიზანმიმართულად ვილოცე. უფალო მადლობა ამ საზრდოსთვის, ასევე გმადლობ შვენიერი და მზიანი დღისთვის. ლიზამ გაიღიმა და გამეხუმრა. ჯონ, არ არსებობს ისეთი რამისთვის ლოცვა, რაზეც ვიცით, რომ პასუხის მიღება შეუძლებელია. ორივეს გაგვეცინა, ის ხშირად მეხუმრება ხოლმე. საყვარელო, მე ამ ყველაფერს სერიოზულად ვეკიდები, უთხარი მას. მშვენიერი დღე იქნება. ამასობაში ოფიციანტი მოგვიახლოვდა, რათა გაეგო, რამე ხომ არ გჭირდებოდა. შეიძლება კიდევ რაღაც გთხოვოთ? ვკითხე მას. შეიძლება. შეგიძლიათ წვიმა გააჩეროთ? ყველამ კარგად ვიცინეთ, მაგრამ სანამ საუზმეს დავასრულებდით, წვიმა მართლა შეწყდა. მუქი ღრუბელი გაიფანტა, ცა გაიხსნა და კაშკაშა მზე გამოვიდა. იმ დანარჩენი დროის მანძილზე, რომელიც მაუიში გავატარეთ, აღარ უწვიმია და მზეს ღრუბლის ნაფლეთიც კი არ მოხფარებია. მოგვიანებით, ჰავაის სხვა ნაწილში, ოაჰუში წავედით კონფერენციაზე დასასწრებლად. იქ ჩასვლისას, რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა გვითხრა, რომ სწორედ იმ დღეების მანძილზე, როდესაც ჩვენთან მაუიში მზე ანათებდა, მათთან გადაუღებლად წვიმდა. მეტიც, ჩვენ ოაუს ყველაზე ნაკლებად ნალექიან ნაწილში ვიყავით, თუმცა დიდი წვიმების გამო სანაპირო ჩაკეტილი დაგხვდა. რადგან მოცემულ მომენტში ოკეანესთან მიახლოება სახიფათო იყო. იქაურ მცხოვრებლებს გაუკვირდათ, როდესაც უთხარით, რომ მაუიში კარგი ამინდები იყო. მე მწამს, რომ ჩვენმა საკვირველმა ღმერთმა ჩემს დაჟინებულ თხოვნას უპასუხა და ამინდი შეცვალა. წიგნები მათთვის, ვისაც აუცილებლად სჭირდებათ. ეს ისტორია იმიტომ გაგიზიარეთ, რომ დაინახოთ, რამდენად მცდარია ის აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს ღმერთი მხოლოდ დიდ სათხოვრებს პასუხობს. ის ჩვენი ცხოვრების ყოველ დეტალზე ზრუნავს. ის ჩვენი მამაა. მაგრამ ახლა დავამოწმებ იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობს ღმერთი უფრო მნიშვნელოვან ლოცვას. ლოცვას მათთვის, ვინც ამას საჭიროებს. მე და ლიზას გვჯერა, რომ ჩვენი წიგნები ღმერთისგან ბოძებული უწყებაა მსოფლიოს ეკლესიებისათვის. როცა ამ წიგნებზე ვლაპარაკობ, ხშირად ვამბობ, რომ ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ აწერია ამ წიგნებს ჩემი სახელი, არის ის, რომ პირველი მე ვარ, ვინც მათ კითხულობს. აქედან გამომდინარე ჩვენ სერიოზული სახელმმართველობა დაგვეკისრა. მე და ლიზა პასუხისგებლები ვართ ვილოცოთ, რომ გამოჩნდეს საშუალებები, რათა ამ გზავნილებმა მსოფლიოში არსებულ ეკლესიებამდე მიაღწიოს. ახლა, როცა ამ წიგნს ვწერ, ჩემი წიგნები 60-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. ჩვენი ლოცვაა, რომ შევძლოთ ეს წიგნები უსასყიდლოდ, საჩუქრად გადავწეთ განვითარებადი, ჩაკეტილი ქვეყნების ხუცესებსა და ლიდერებს. მეტიც, გვინდა უფრო მეტი საჩუქრად იყოს გადაცემული, ვიდრე გაყიდული. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 250,000 წიგნი დავურიგეთ ლიდერებს ჩინეთში, ირანში, პაკისტანში, ინდოეთში, ფიჯიში, ტანზანიაში, რუანდაში, უგანდასა და სხვა ერებში.
თუმცა ჯერ ისევ შორს ვართ ჩვენი მიზნის შესრულებასთან, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი გავაჩუქოთ, ვიდრე გავყიდოთ, რადგან ეს წიგნები მილიონობით ტირაჟით იყიდება. 2011 წლის დასაწყისისთვის, როდესაც ჩვენი ლიდერთა გუნდი მომავლის სტრატეგიაზე მუშაობდა, აღმოვაჩინეთ, რომ 2010 წელს ჩვენ მხოლოდ 33,000 წიგნი ჰქონდა გასაჩუქრებული. დიდი მსჯელობის შემდეგ განვაცხადე, წელს ჩვენი მიზანი იქნება, რომ სხვა ქვეყნების ლიდერებს 250,000 წიგნი გადავცეთ უსასყიდლოდ. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ჩვენი გუნდის ერთმა წევრმა თქვა, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. კარგი იქნება ეს აზრი ჩვენს ფინანსურ პარტნიორებს გავუზიაროთ. დრო გჭირდება ამისთვის. შეიძლება ამჯერად 100,000 დავარიგოთ და ეს რაოდენობა მომავალი წლისთვის გავზარდოთ. არა, ღმერთს უნდა ვერწმუნოთ და საჭიროებაში მყოფ სხვადასხვა ქვეყნის მსახურებს დახმარება გავუწიოთ. ვუთხარი მას. 250,000 არ არის მაინც და მაინც დიდი რაოდენობა დასაწყისისთვის. მსჯელობა გაცხარდა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა დამატებითი მიზეზი გაგვიზიარა, თუ რატომ იყო ჩემს მიერ დასახელებული ციფრი ძალიან დიდი. იგი ცდილობდა ყველა დაერწმუნებინა, რომ ეს წინადადება სათანადო არგუმენტებს იყო მოკლებული. მისი გათვლები ზუსტი და ლოგიკური იყო, მაგრამ ის ამ მსჯელობაში ღმერთის მადლს არ ითვალისწინებდა. მე უფრო მტკიცედ დავდექი ჩემს აზრზე. ხალხო, სხვა არც ერთ მსახურებას არ გააჩნია ეს წიგნები. ღმერთმა ისინი ჩვენ მოგვანდო. ხოლო ჩვენ შეგვიძლია დავარიგოთ სატანის სატყუარა, საფარქვეშ, ძულომის გამოღვიძება, მარადისობით ამოძრავებული, არაჩვეულებრივი და სხვა. ჩვენ პასუხისგებლები ვართ ღმერთს მივენდოთ ამ საკითხში. ჩვენ დიდი მიზნები უნდა დავისახოთ. წინააღმდეგობა გრძელდებოდა. აქ უკვე ხმას ავუწიე და გავჯიუტდი. მე არ მინდა, როდესაც ქრისტეს სამჟავროს წინაშე წავდგები, ასეთი ახსნა განმარტებების ჩაბარება მოგვიწიოს, იმის შესახებ, თუ რატომ ვითხოვდი ასე ცოტას. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ სამჟავროს დღეს ხუცესებმა გვითხრან, რატომ არ მოგვაწოდეთ წიგნები, რომლებიც ღმერთმა მოგანდოთ? ამ საკითხში ანგარიშის ჩაბარება სხვა მსახურებს კი არ მოუწევს, არამედ მხოლოდ ჩვენ. ატმოსფერო დამძიმდა. შეხვედრა უთანხმოებით დასრულდა. წუხდი, რომ ასეთი დაძაბული სიტუაცია შეიქმნა და ასეთი ინტენსიური საუბარი მომეხდა. ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელები გულწრფელნი, ღვთისმოშიში ადამიანები არიან, რომლებსაც კარგი უნდათ ამ მსახურებისთვის. მაგრამ მე გულში ვიცოდი, რომ ამ საკითხში მათთვის არ უნდა დამეთმო. მნიშვნელოვანი იყო განვითარებადი ქვეყნების სულიერად მოწყურებული ხუცესებისა და საჭიროებაში მყოფი ეკლესიებისთვის მხარი დამეჭირა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელი მოვიდა ჩემთან. ჯონ, ჩვენ იმას გავაკეთებთ, რაც შენს გულშია. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ შენი და ლიზას ხედვები განვახორციელოთ. ისევ ვფიქრობ, რომ 250,000 წიგნი უნდა გავაჩქოთ? თუ ლოცულობ და გჯერა, რომ ეს ასე იქნება, მაშინ ამ საქმეში მთლიანად შენს გვერდით ვდგავართ. ჩვენ ვილოცებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. მე კვლავ განვაგრძობდი ღმერთთან თხოვნას და მჯეროდა, რომ ჩვენი მიზანი 250,000 წიგნი უნდა ყოფილიყო. კარი გახსნილი იყო წიგნების დასარიგებლად, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ვიეტნამი, ლიბერია, ჩინეთი, ირანი, თურქეთი, განა, ტაჯიკეთი, ლიბანი, ბურმა და სხვა ასეთი. ვიცოდით, რომ მოთხოვნა უფრო გაიზრდებოდა. ამ რაოდენობის წიგნების დაბეჭდა და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება 600,000, 700,000 ამერიკულ დოლარამდე საჭიროებდა. ეს ჩვენთვის იყო უზარმაზარი თანხა, მაგრამ არა ღმერთისთვის. 2 კვირის შემდეგ ჩვენი გუნდის წევრებმა ფლორიდაში დამირეკეს. ამ დროს სასტუმროში ვიმყოფებოდი. გახარებული ხმით მაცნობეს, ჯონ, 300,000 დოლარის ჩეკი უკვე მივიღეთ სხვა ქვეყნებისთვის წიგნების დასაბეჭდად. ისე გამიხარდა, რომ ჩემი ოთახის აივანზე შეიძლება ითქვას ვყვიროდი. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა ჩვენი ხედვა ერთ ტეხასელ ბიზნესმენს გაუზიარა და სწორედ მან გადმოგცა ჩეკი. ყველაზე დიდი შემოწირულობა, რაც ჩვენს მსახურებას ბოლო 20 წლის მანძილზე მიუღია, $50,000 შეადგენდა.
ეს ნამდვილი სასწაული იყო. ჩვენს ხელთ უკვე არსებული თანხა 150,000 წიგნის დაბეჭდას ეყოფოდა. საოცარი ის იყო, რომ ჩვენს მიერ 2011 წლისთვის დასახული მიზანი ნახევრად უკვე შესრულებული იყო. არადა ჯერ მხოლოდ თებერვლის თვე იდგა. ეს ტელეფონის ზარი ნამდვილად დღესასწაულად გადაექცა. შემართება მოგვემატა და სიხარულით ავივსეთ. სანამ ყურმელს დავკიდებდი ვუთხარი, ხალხო, ახლა ხომ გესმეთ, რატომ ვჯიუტობდი 2 კვირის წინ? ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელმა, რომელიც იმ შეხვედრაზე ყველაზე მეტ წინააღმდეგობას მიწევდა, გაიცინა და თქვა: მაშინ მეგონა რომ მეტყოდი, მომცილდი სატანავ და ორივემ გულიანად გავიცინეთ. იმ დღეს ლიზამ ასეთი რამ თქვა: ღმერთს არ სურს ის ვირწმუნოთ, რაც ისედაც შესაძლებელია. მას სურს შეუძლებელი დავიჯეროთ. თუ მიზანზე ორიენტირებულები არ ვიქნებოდით, ეჭვი მეპარება, რომ ღმერთს 300,000-იანი ჩეკი ჩაეგდო ჩვენთვის ხელში. მე დავეთანხმე ლიზას. მისი სიტყვები სიბრძნეს ღაღადებდნენ. წლის ბოლოს 41 ქვეყნის ლიდერებს 250,000 წიგნი გადაეცათ საჩუქრად. ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი პარტნიორების და თანამსახურების ლოცვისა და გვერდში დგომის გარეშე. ამ მსახურების შედეგად მიღებულ დამოწმებებს წიგნების მრავალი ტომიც კი ვერ დაიტევდა. ამ მოვლენამ მთელი ჩვენი გუნდი რწმენაში გაზარდა და განამტკიცა. ამ მიზნის მიღწევას გამოდმებული ლოცვა, ძიება და კაკუნი დასჭირდა. რათა ბევრ ადგილას კარი გახსნილიყო და მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვლილიყო. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთს შეუძლია განუზომლად მეტის გაკეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ. ეფესელთა მიმართ 3:20 მუხლი. ნება არ უნდა დავთოთ ჩვენს შემოსაზღვრულ ადამიანურ გონებას, რომ ღმერთი შეზღუდოს ფიქრები და რწმენაში. თუ ჩვენ ნამდვილად გვჯერა, მაშინ ჩვენი ლოცვა დაჟინებული იქნება და მანამ გავაგრძელებთ კაკუნს, სანამ მისდიდებას არ ვიხილავთ. რას ელოდები? სასუფეველის გავრცელება ბუნებრივ სფეროში არ მოხდება, ვიდრე ის ჯერ სულიერ სფეროში არ განხორციელდება. პავლე მიუთითებს ტიმოთეს: იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით. ჩაეჭიდე საუკუნო სიცოცხლეს, რომლისთვისაც მოწოდებული ხარ. 1 ტიმოთეს 6:12. ფლობდე საუკუნო სიცოცხლეს ნიშნავს ჩაეჭიდო იმას, რითაც იესომ უზრუნველყო. ამას კი მთელი გულით რწმენა სჭირდება. როდესაც ღმერთი ასეთ დამოკიდებულებას ხედავს თავის შვილებში, იგი მოქმედებას იწყებს. რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის მოსაწონად ყოფნა. გვეუბნება ებრაელთა მიმართ წერილი 11:6. ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის გულმოდგინედ მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს. აქ არ წერია, რომ ღმერთი სანაცვლოს მიაგებს მას, ვინც ისე უბრალოდ ეძებს მას. არამედ ვინც გულმოდგინედ ეძებს მას. ღმერთი მოშურნე, გულიან და შეუპოვარ მაძიებელს პასუხობს. იგივეს ამბობს ღმერთი წინასწარმეტყველ იერემიას მეშვეობით. რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე, ამბობს უფალი. ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი და მომიხმობდეთ მე და წახვალთ და შემევედრებით და მე მოგისმენთ თქვენ. მეძიეთ და მიპოვით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით. ნაპოვნი ვიქნები თქვენს მიერ, ამბობს უფალი. იერემიას 29:11-14 მუხლები. ღმერთს მხოლოდ კეთილი განზრახვები აქვს შენს ცხოვრებისთვის, მაგრამ მისი უხვი უზრუნველყოფის მისაღებად მოშურნეობა და დაჟინებულობა გჭირდება. ეს არის ჭეშმარიტი რწმენა. გახსოვს იესოს ბოლო სიტყვები, რომელიც მან უსამართლო მსაჯულის იგავში თქვა: ჰპოვებს ზეკაცის რწმენას, როდესაც ის დედამიწაზე მოვა? როგორი შეკითხვაა? ზერელე, ზედაპირულ რწმენას იპოვის თუ ნამდვილ რწმენას? ბიბლიის ინგლისურ თარგმანში message კითხულობთ: რამდენ ასეთ დაჟინებულ რწმენას იპოვის ზეკაცისა, როდესაც იგი მიწაზე დაბრუნდება? იგი საუბრობს იმ სახის რწმენაზე, იმ შეუპოვარ რწმენაზე, რომელმაც უსამართლო მსაჯული აამოქმედა. ასე რომ, ნუ იქნები მორცხვი, როდესაც ღმერთის წინაშე ლოცვით წარსდგები. ნუ იქნები გაუბედავი შენს სათხოვრებში. იყავი გაბედული,
ძლიერი, ურყევი და კონკრეტული. ჩვენი დაჟინებულობა უიმედობიდან კი არ უნდა გამომდინარეობდეს, არამედ მტკიცე რწმენიდან, რომ ის ჩვენი მოსიყვარულე მამაა და რომ იგი მოგცემს იმას, რასაც გულმხურვალედ ვითხოვთ მისი სახელით. რას ელოდები? გარშემო უამრავი საჭიროება არსებობს. შენს ირგვლივ უამრავი ადამიანია. ვისთვისაც ღვთის წინაშე მთელი გულით უნდა ლოცულობდე. იყავი მათთვის სინათლე. ახლავე მიმართე ღმერთს, შეუპოვარი